ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია. ამ სახელწოდების აქცია გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროსთან. ორგანიზაცია ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის მოთხოვნით ნარკოტიკების მოხმარება არ უნდა განიხილებოდეს როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ამ პრობლემას ნარკოტიკული რეაბილიტაციის ცენტრი ხელმძღვანელი გამოეხმაურა. დღეს საქართველოს არის ბოლო ქვეყანა პოსტსაბჭოთა სივრცეში, არ ვლაპარაკობ რეგიონზე, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, დაავადება ისჯება. ზუსტად ჯანდაცვის სფერო უნდა მიხედოს ამ პრობლემას. არსებულ სტრატეგიაში, რომელიც უწყებათა შორისო საბჭომ შექმნა, სამოქმედო გეგმაში გაწერილია ის ვალდებულებები, რომელიც გულისხმობს ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვას და გაფართოებას, სამკურნალო სარეაბილიტაციო პროგრამების შექმნას, ამ ადამიანების შველას. ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გააკეთოს ის, რომ პროგრამები იყოს ხელმისაწვდომი, რამდენიმე კვირაში გაიზრდება ადგილების რაოდენობა არსებულ პროგრამებში და მომავალ წელს გაიზრდება ამის დაფინანსება.